მე კი არ მჯერა რომ სამშვიდობო დიდი შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება მე კი მგონია რომ ამ კონფლიქტის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დამარცხებით მაგრამ ერთი წამით წარმოვიდგენმე და გთხოვთ წარმოიდგინოთ თქვენს რომ მე ვცდები რა ძნელი წარმოსადგენია ბუნებრივია შემწდარ ვარ ყველა თითოეული ჩვენგანი შემწდარა მეც აი ჩავთვალოთ რომ ვცდები და აი აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში მაისის ბოლოს არ ვიცი რომელიღაც ეტაპზე დიდი შეთანხმება შედგა დასხდნენ პუტინი და ზელენსკი ესწრება იმ შეხვედრას ევროპელ ლიდერთა უმრავლესობა ან გარკვეული ნაწილი და ესწრება ტრამპი ან მათ გარეშე დასხდნენ პუტინი და ზელენსკი იქ არის პირობითად 12 პუნქტი შეთანხმებული ბუნებრივია წინასწარ როგორც მოსკოვთან ისე კიევთან ტრამპის ძალისხმევით შეჯერებული ვარიანტი და მოაწერეს ხელი გაცვალეს მე ეს დოკუმენტები ჩამოვართვეს ხელი და წარმოუდგენელი მგონია მაგრამ ოკეი ესე მოხდა და ესე დაიშალნენ და აი მეორე დღიდან თუ მესამე დღიდან აღარ არის სროლა აღარსად შევიდნენ ევროპელი ჯარები არ შევიდნენ ევროპელი ჯარები შესაძლოა შევიდა ბრაზილიურ ბელარუსული კონტინგენტი არ შევიდა ბრაზილიურ ბელარუსული კონტინგენტი რატო ვახსენებ ამ ორ სახელმწიფოს ეხა მაინც და მაინც კი არ გადავეკიდე მაგრამ პუტინი ხო ითხოვს რომ დასავლური ქვეყნების ჯარები არ უნდა იყვნენ სამშვიდობო ძალებშიო და ბრიქსის წევრები უნდა ბრიქსის წევრი სახელმწიფოების ჯარები უნდა იყვნენ და ბრაზილიაც და ბელარუსის ბრიქსის წევრები არიან და შესაბამისად დავასახელე ეს ორი სხვების დასახელებაც ცხადია შემეძლო ხო ჩავთვალოთ რომ ყველაფერი 100-ია 50000 ბელარუსელი თუ ბრაზილიელი დგას ან გერმანელი ან ფრანგი არ ვიცი ან შერეული კონტინგენტია და არის მის სროლა კი ნაწყენია მაგალითად ზელენსკი იმასთან დაკავშირებით რომ ყირიმი მას არ გადაეცა რომ ბრძოლას ვეღარ აგრძელებს მაგრამ არსებობს არგუმენტები იმის სასარგებლოდ რატომ უნდა დასრულდეს ან შეჩერდეს ან დასრულდეს იმიტომ რომ მართლაც ადამიანები იხოცებიან და ტრამპის უპირველესი მიზანი ბოლტონი ესე ამბობს ყოველ შემთხვევაში მართლაც ცეცხლის შეწყვეტაა და მეორე მესამე მეოთხე ხარისხოვანია მისთვის გარკვეული ღირებულებები ტერიტორიული მთლიანობა თავისუფლება დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ შეწყდეს ოღონდაც კი შეწყდეს ესე ამბობს ტრამპი ასე მოხდა ჩავთვალოთ. რა ხდება აქედან აი ამ წამიდან, პირობითად ეს არის არ ვიცი 10 მაისი, ხო? 10 მაისიდან პირობითად 1 თვეში 10 ივნისთან, 2 თვეში 10 ივლისთან, ამდენიმე თვეში 10 ოქტომბერს ასე მაგალითად. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად, შვიდობა როგორც ასეთი უკრაინაში არ დაისადგურებს ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ სრულიად არ დანარცხდება და სრულიად არ დამარცხდება ბოროტების იმპერია. რუსეთი და 10 ოქტომბერი იქნება 10 სექტემბერი თუ 10 ნოემბერი ეს ცეცხლი უკრაინაში აუცილებლად განახლდება და განახლდება პირველ ყოვლისა, ანუ დაარღვევს პირველ ყოვლისა ამ ხელშეკრულებას, როგორც უამრავი ხელშეკრულება და ურღვევია ისტორიის მანძილზე, ისტორიის განმავლობაში დაარღვევს რუსეთი, რომლისთვისაც მართლაც არ არის საკმარისი ან რომლის მუცელიც არ ამოიყორება ოდენ ყირიმით, დონბასით, თუნდაც მთელი ზაპოროჟიეს ოლქით ან თუნდაც მთელი ადმინისტრაციულ საზღვრებში ხერსონის ოლქით, ანუ 5 რეგიონით ის აუცილებლად შეიტანს დნეპროპეტროვსკზე, ხარკოვზე, კიდევ ერთხელ კიევზეც და ვინც ის დასავლეთ უკრაინაზეც კი იერიშებს თუ ამის შესაძლებლობა ექნება, როგორც კი ის ამოისუნთქებს და როგორც კი ის მომძლავრდება, თუმცა მომძლავრდება თუ არა, ესეც რასაკვირველია საკითხავია, იმიტომ რომ სანქციები უნდა გაგრძელდეს და მაღალი ალბათობით შეერთებული შტატებიც მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სანქციებს სულაც არ მოუხსნის, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის ფასად საფასურად რუსეთის იმპერიას, რუსეთის ბოროტ სახელმწიფოს, პუტინის ბოროტ სახელმწიფოს. რატომ განაახლებს ვინმე მკითხავს, ხომ ამბობს პუტინი რომ არა ჩვენ არანაირი პრეტენზია არ აქვს უკრაინის დარჩენილ ტერიტორიაზეო, ხომ ამას ამბობდა და ამბობს, მაგრამ არ ჰქონდა მას ხერსონზე და ზაპოროჟიეზე არანაირი პრეტენზია, ვიდრე 2022
2 წლის მიწურულამდე 2023-მდე, მაგრამ მერეკის ცნო ეს რეგიონები საკუთარ შემადგენლობაში ხო არ ჰქონდა. 24 თებერვალს როცა იწყებდა ომს, ის კიევს უტევდა როგორც მისეული გაგებით ბოროტების სათავეს, ბოროტების სავანეს და ხარკოვიზე პრეტენზია წესით არ უნდა ჰქონდა, მაგრამ მან მეტი და მეტი მოინდომა საერთოდ ეს გაღორება მახასიათებელი რუსებისათვის თუ გნებავთ ესე ვიტყვი ქსენოფობიაში არ ჩამითვალოთ მახასიათებელი რუსეთისათვის, პუტინისათვის, რუსებისათვის და ასე შემდეგ მისთვის რუსეთისათვის ხშირად ან გარკვეულ შემთხვევებში მაინც კონტრპროდუქტიულია. აკი ამიტომაც გაჯავრდა პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც ის ძალისხმევას არ იშურებს, რომ როგორმე მართლაც დასხდნენ მხარეები და ხელი მოაწერონ რაღაც შეთანხმებას, ამ დროს სუსტად ამ დროს პარალელურად ესე ვიტყვი დნეპროპეტროვსკი, კრივოი როგი, ხარკოვი, კიევიც კი იბომბება და არათუ ჯარისკაცები, რომლებიც ომში რომ მიდიან ბუნებრივია ყველა ელის ხო გამორიცხული სულაც არ არის რომ დაიხოცნონ და მოკვდნენ ჯარისკაცები, დაეცნენ ჯარისკაცები, არათუ ჯარისკაცები, არამედ ქალები, მოხუცები და ბავშვებიც კი დაიღუპნენ ამ რუსული შეტევების შედეგად. გაღორებულობა, ხორობა რუსეთისა კი მეტად შემაშფოთებელი არის, ან უკვე არის, ან იქნება ვაშინგტონისთვის. ხო და იმას ვამბობდი, რომ 10 ოქტომბერი იქნება თუ 10 ნოემბერი, რუსეთი შემოარღვევს მის მიერვე დადებულ ხელშეკრულება, პირობა, შეთანხმებას და აუცილებლად მიიტანს იერიშს სხვა რეგიონებზე, გვიმეორებ ხარკოვზე, დნეპროპეტროვსკზე, ვინც ის იქნებ დასავლეთ უკრაინაზეც კი და რატომ ვინმე მკითხავს და იმიტომ მეგობრებო რომ ოდენ ხუთი რეგიონი მისთვის არ არის, ხუთი რეგიონის დაპყრობა მისთვის არ არის მიზანი. პუტინს 2007 წელს მანამდეც და მერეც, მაგრამ 2007 წელს საერთაშორისო ასპარეზზე ნათქვამი აქვს ისტორიული ის სიტყვები, რომლებიც განსაზღვრავს მის სხედვებს, მის თვალსაწიერს, მის პოლიტიკას, მის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხისადმი და გეოპოლიტიკური საკითხებისადმი პირველ ყოვლისა და იქ მიუნხენში 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როცა მის წინ იწყდნენ მსოფლიო ლიდერები, გავლენიანი პირები, მსოფლიო პოლიტიკური ელიტის თუ ელიტების წარმომადგენლები, მათ შორის აცგარდაცვლილი მაკეინი, აწუყე ყოფილი კანცლერი მერკელი, სხვები და სხვები, პუტინმა თქვა ისტორიული სიტყვა. მან თქვა, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დაანგრევა, ჩამონგრევა. რას ნიშნავს ეს? რაზე მიგვანიშნებს? ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს სურვილი ის ძალისხმევას მიმართავს, რომ ეს გეოპოლიტიკური უდიდესი კატასტროფის შედეგები როგორღაც აღმოფხრას და თუ უკრაინა სრულად ოღონდ ჩაყლაპავს, გაამარცხებს, გაანადგურებს კიევის სათავეში უკრაინის ხელისუფლებაში, დარჩენილი უკრაინის ხელისუფლებაში მოიყვანს რომელიმე მის მიმართ და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ პირს, იანუკოვიჩი იქნება ეს მედვედჩუკი თუ სხვა გვარის წარმომადგენელი, მერე უკვე იოლად შეუტევს კონვენციურად და შესაძლოა კონვენციურად ჰიბრიდულად ყაზახეთს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, მოლდოვა ჩამოიშლება, საქართველოს უკვე ჩამონგრეულია, მიბობღებულია სომხეთი, ასე შემდეგ, ბელარუსი ხომ საერთოდ სახელმწიფოს არ არის, ლად გულახდილები თუ ვიქნებით, თურქეთის პროდუქტებს არ მივიღებთ ხედველობაში, რომელიც ავტონომიურად აწარმოებს ბელარუსი გეთანხმებით არ ვკამათობ ვინც და მაინც იცავთ აგვარია პაცკა ლუკაშენკოს რეჟიმს. ხო და აი ეს გეგმა აქვს პუტინს და ვინიც ის იქნება ამის თქმაც აუცილებელია შეუტიოს ბალტიის სამივე სახელმწიფოსაც კი, ანუ ლიეტუვას, ესტონეთსა და ლატვიას და გამოსცადოს კიდევ ერთხელ ნატოს მედეგობა და მეხუთე ეგრეთ წოდებული ფუძემდებლური მუხლი კოლექტიური უსაფრთხოების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს დიუმასეულად ვიტყვი, ალექსანდრე დიუმას სამ მუშკეტერს გავიხსენებ ახლა, ერთი ყველას პრინციპს ითვალისწინებს, ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. ხო და აი 10 სექტემბერი იქნება, 10 ოქტომბერი იქნება თუ 10 ნოემბერი იქნება, სწორედ ამ პერიოდისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მეთქი ასე ვიტყვი, პრეზიდენტი ტრამპი იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ნდობა, მეგობრებო, არ შეიძლება.
რაც არ უნდა თქვას პუტინმა, რაც არ უნდა დაგვპირდეს პუტინი ჩვენს მათ შორის, უკრაინას საერთაშორისო თანამეგობრობას, პუტინი და არა მხოლოდ პუტინი, არამედ საერთოდ რაშიზმი, რუშიზმი, უდავი ასე უწოდებს მას, იმპერიალისტური რუსეთი უნდო არასანდო სახელმწიფოა, რომელსაც აკითხარით იმპერიის, მხოლოდ იმპერიის გავლენის სფეროების აღდგენა უნდა ერქმევა თუ არა ახალ მის მიერ შექმნილ რო უნდა უფრო ზუსტი რო ვიყო იმ სახელმწიფოს საბჭოთა კავშირი არა, რასაკვირველი არ ერქმევა, სხვა რამ ერქმევა. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, ახლა როგორი არჩევანის წინაშე დგავართ ჩვენ, დედასტირებია იმ ნატოს. იტყვი უარს საბოლოო ჯამში და ნეიტრალიტეტს გამოაცხადებ, თუმცა ნეიტრალიტეტი რუსული პირობებით საერთაშორისო გარანტიების, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე რასაკვირველია ფარატინა ქაღალდი, არ არსებული ამბავია. ნეიტრალიტეტის გამოცხადება ხდება მაშინ, როცა მსოფლიო გლობალური მოთამაშეები და რეგიონის მოთამაშეები თანხმდებიან, რომ ეს ტერიტორია არის ნეიტრალური, მაგრამ ნეიტრალიტეტი გადამეხვიასი, გადაუხვიე ხო? ნეიტრალიტეტი, როდესაც რუსული ჯარია აქვს, ის ვერ ცხადდება, ან თუ ცხადდება არის ფარატინა ქაღალდი და არაფრის თქმელი. ნეიტრალიტეტი როგორ წარმოგიდგენიათ, როცა რეგიონი არის მილიტარიზირებული და როდესაც შენს ორ რეგიონში 6-გან თუ 5-გან არის რუსის ოკუპანტი ჯარი, ოკეი, მოუხსენის და ოკუპანტის სტატუსი, მაგრამ ის ხო არის და ის ხო შენი სახელმწიფოებრიობის მტერია, არცით ეხლა რაც ჩაწერს ივანიშვილი რუსი კონსტიტუციაში თუ კობახიძე ასევე რუსი რაღა განცხადებას გააკეთებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, დედასტირებია იმ ნატოსაც მეთქი, დედასტირებია ევროკავშირსაც, ასეთ შემიძლია, ასეთ შეიძლება წარმოჩინდეს, მაგრამ ამბავი არის ის, რომ როგორც კი შენ ამბობ დასავლეთზე უარს, დასავლეთზე როგორც სივრცეზე უარს, ბიუროკრატიულ ნელ, არც თუ სწრაფ გადაწყვეტილებებს რო რთულად იღებს, იმგვარ დასავლეთზე, დასავლურ სტრუქტურებს გულისხმობ უარს, გაუბედავ ხშირ შემთხვევაში, დიახ, გაუბედავია დასავლეთი, აბა რა, ნატო ასე მაგალითად და ასე შემდეგ, შენ კარგავ არა დასავლურ კურსს, ეს ერთი ამბავია, ეს შეიძლება გგონებოდა 2 წლის წინ, 4 წლის წინ, 5-3 წლის წინ, ხო? არა, შენ კარგავ სახელმწიფოს, იმიტომ რომ რუსეთი ნახეთ, რას აპირებს, კარგად უნდა გავიგოთ, ეს თქვენ უნდა გაიგოთ. ქართული ოცნების ძვირფასო ამომრჩევლებო, ჯერაც ამომრჩევლებო, გულწრფელებო, ვისაც გონიათ რომ ომისაგან გვიხსნა ბიძინა ივანიშვილმა და ასე შემდეგ და აი რა უნდა გაიგოთ. როგორც კი ჩვენ კარგავთ დასავლეთს და ვრჩებით ვითომ დამოუკიდებლები, ვითომ ავტონომიურები, ვითომ ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ გვაქვს და არც არავინ არ ერევა ჩვენს გადაწყვეტილებებში რეკომენდაციების სახით, რჩევების სახით და ასე შემდეგ, ჩვენ კარგავთ სახელმწიფოს როგორც ასეც. ჩვენ აღარა გვაქვს სახელმწიფო. ამიტომ აქ არის არჩევანი არა დასავლეთს და რუსეთს, ჩრდილოეთით რუსეთი, დასავლეთი ამ წუთას ესე ხო, მარცხნივ სწორე ვიშვერ ხელს, ხო შემთხვევაში ჩემგან ესეა და თქვენგან როგორც ჩანს უნდა დავიბენი, ჩვენ ვაირჩევთ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ არჩევანს ვაკეთებთ მონობასა და თავისუფლებას შორის. მათ შორის თქვენი შვილების მონობასა და თავისუფლებას შორის, ოღონდ აქ ერთი მომენტიც არის. მონობას სულ ამ ისტორიულ ეპოქაში გაიმარჯვოს რუსეთმა თლიანად და გაიმარჯვოს მათ შორის საქართველოში. წარმოიდგინეთ, არის 2000 რომელი წელი დავასახელოთ, აი ახლა არის 2025, 25 წლის თავზე არის 2050 წელი, ან 50 წლის შემდეგ არის 2075 წელი, ხო არ მეშლება? 50 წლის თავზე. თქვენ ახლა შვილები რო გყავთ, პატარები რო არიან 7-8 წლის ბავშვები, ისინი არიან 60 წლის ხალხია, ხო? მათ თავის შვილები, შვილიშვილები გყავთ, ანუ თქვენი შთამომავლები, თქვენი და ჩემი ძვლებიც აღარ არის ბიძინა ივანიშვილისა და პუტინისა, ასევე 2075 წელს, ასეა, ხო შევთანხმდით ამაზე. ხო და რა შვება 2075 წელს 20 წლის რომ იქნება 2055 წელს დაბადებული რომელიმე ალფავეტის მიხედვით ვერ მოუყვები ახლა ყველას, მაგრამ აბაშიძიდან დაწყებული ბოლო ასობგერა ჰაე გვაქვს ჩვენ, ჰაეზე ჩვენ გვარი არა გვაქვს, რომელიმე ყაველაშვილით დამთავრებული, ხო? ამ მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი გვარის, ნებისმიერი თქვენი გვარის წარმომადგენელი რა შვება ამ დროს თქვენი შთამომავალი რა ის იბრძვის. იბრძვის მათ შორის ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით. ის იღებს ხმალს, ის იღებს თოფს, ის იღებს კალამს,
ის იღებს ნებისმიერ მის ხელთ არსებულ საშუალებას და იბრძვის დამონებული საქართველოს გასანთავისუფლებად. ხო და ვიდრე თქვენ ამ გვარპოლიტიკას აწარმოებთ, ამ გვარად ფიქრობთ, ვიდრე თქვენ არ აქტიურობთ, არ ეწინააღმდეგებით რუსეთს და რუსეთის მონამორჩილ ივანიშვილს აქ ჩვენს დროებაში საქართველოში მყოფს, თბილისში, აბასთუმანში, თუ რა ვიცი, სადაც არის ხოლმე, სადაც ბრძანდება, თუ აგდია ხოლმე, ვიდრე თქვენ ამას ამ ივანიშვილს და მის რეჟიმს მონებით და ემორჩილებით და არა პროტესტებთ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ შანსი მისგან საქართველოს განთავისუფლებისა და თუ ესე აკეთებთ, მაშინ თქვენ შვილიშვილს თუ შთამომავალს ზოგადად სწირავთ მომავალი სისხლის ღვრებისა, თვის რუსეთის იმპერიასთან სამომავლო ბრძოლის ამბავში თუ ბრძოლასა თუ ომში. ამიტომ თქვენ უპასუხისმგებლონი არ ხართ მხოლოდ აწგარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის მიმართ გავიგე, რომ ფეხზე გიდიათ გავიგე, რომ გზაურის წერილები არ წაგიკითხავთ, ან წაგიკითხავთ და დიდ ყურადღებას არ აქვს ეს ყველაფერი გავიგე. თქვენ უპასუხისმგებლონი პირველ ყოვლისა ხართ თქვენივე შთამომავლების მიმართ თუ წინაშე და ჭირსაც წაუღიარა იქნება ჩემს შემდგომ ამ პრინციპით თუ საზრდოობთ, ამ პრინციპით თუ მოქმედებთ, ეს თუა თქვენი ფუძემდებლური ან სამოქმედო პრინციპი, ცოტა ესე გეტყვით, რომ სირცხვილი თქვენ. დიახ, ახლა ცოტა ირონიზება გავაკეთე, მაგრამ არ არის სწორი მეთქი ამის თქმა მინდა. ახლა შეეხება ისევ უკრაინას დავუბრუნდეთ, მივიდეთ 20 წუთამდე, ახლა 16 წუთს გადასცდა ცოტა ჩემი ვიდეობლოგი. უკრაინა ეს წმინდა მიწა. უკრაინა დამარცხდებაო, აი ამბობი გამოდის ეს ალტინფოს ჯგუფი და არა მხოლოდ ეს ალტინფოს ხო საბოლოო ჯამში დამატებაა ქართული ოცნებისა, იმიტომ კი არა კობახიძე მათთან ხაზზეა, არა? მათთან ხაზზე ლევან ვასაძეა და ლევან ვასაძე და დუგინი, ვასაძე, ალტინფო აი ესეთი ხაზი მოდის, მაგრამ იქ კობახიძესაც აქვს თავისი ვასვასები და არა მხოლოდ კობახიძეს, სხვებს და სუსსაც მათ შორის, ანრი ოხანაშვილის სუს ახლა უკვე. ხო და ეს ალტინფო და არა მხოლოდ ალტინფო გამოდიან და გეუბნებიან, რომ ჩემზეც გაუკეთებიათ რაღაც კომენტარი, ტაბლიაშვილები რომ გეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ტაბლიაშვილები გატყუებდნენ. არა, მეგობრებო, არ გატყუებდით, არც ეხლა გატყუებთ და არც მომავალში მოგატყუებთ. უკრაინა in general, გენერალურად სტრატეგიულად გამარჯვებული ქვეყანაა უკვე, რაც არ უნდა მოხდეს. მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა, ჩემთვის არანაკლებ მტკივნეულია ბევრი ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილი და აღუპვა, ვიდრე ვინმე ალტინფოელებისათვის და საერთოდ სხვებისათვის, მაგრამ ასევე მენანება მე მაგალითად 9 ძმა ხერხეულიძე, ასევე მენანება სამასი არაგველი, ასევე მენანება საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპულები მენანებიან, განა არა, მათ შორის ჩვენ დროებაში გიორგი ანწუხელიძე, მაგრამ მათ დაგვიტოვეს მემკვიდრეობა, მათ დაგვიტოვეს მაგალითები ბრძოლისა, მათ შექმნეს ისტორია უკრაინელი დაახოცილ, გაუბედურებული, გარდაცვლილი, დაღუპული ჯარისკაცები, ასე მაგალითად მათ შექმნეს ისტორია და მომავალ თაობებს, მომავალ უკრაინელებს უთხრეს, რომ მე ვიბრძოლე აზოვისთვის, აზოვსტალისთვის, მთლიანად მარიუპოლისთვის, კიევისთვის, ხარკოვისთვის, ხერსონისთვის, ირპენისთვის, ბუჩისათვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შენთვის მემკვიდრეობა დამეტოვებინა, ამიტომ ესეთი ციკლია, უწყვეტი ჯაჭვია, ხო, 2000 ატო გადავდივარ ისევე ხა 22 საუკუნეში 2157 წელს ვინც იქნება რომელიმე უკრაინელი ის გაიხსენებს და ის რომ გაიხსენებს და აშენებს დღევანდელი უკრაინელი გმირების, საცგარდაცვლილების და ცოცხლების ნამოქმედარზე საკუთარ ქმედებას, საკუთარ მომავალ სახელმწიფოს და ასე შემდეგ. ხო და რუსეთი იმარჯვებს, აბა გახედეთ ერთი, სად იმარჯვებს რუსეთი? ოღონდ ჩახედეთ არა რუსულ წყაროებს, არამედ ჩახედეთ არც უკრაინულებს არ ჩახედოთ, ობიექტურ წყაროებს ჩახედეთ. სად ვინმე მაჩვენეთ, სად იმარჯვებს რუსეთი. მას ყავს დაახლოებით 1000-1200 ჯარისკაცი ეღუპება ყოველდღიურად. მისი ეკონომიკა ვერ ეწევა, მათ შორის სამხედრო მრეწველობაზე გადართული ეკონომიკა ვერ ეწევა იმ ომის ხარჯებს, რომლებიც გარდაულად აქვს და კიდევ უფრო მეტად იქნება მოჭერილი ეს მარწუხები ხსენებული დასავლეთის და ამავე დასავლეთში შეერთებული შტატების მიერ, მათ შორის ჩრდილოვანი სანავთობო ფლოტისზე იქნება მოჭერილი მარწუხები და ასე შემდეგ. უკრაინას აქვს წარმოუდგენელი რაოდენობით იარაღი მოცემულ ეტაპზე, როგორც არ ქონია
არც 22 წელს 123-ში არც 24-ში მათ შორის ამერიკული იარაღი ევროპა არის აბსოლუტურად გაადეკვატურებული რუსეთმა მიიღო 1250-1300 კილომეტრიანი ხაზი ფინეთის თან საზღვარი ნატოს წევრ სახელმწიფოდ იქცა გარდაიქმნა ფინეთი ხა შვედეთზეც ვიტყოდი მაგრამ რაღა ის საზღვარზე მაინც ფინეთია ფინეთზე ვამახვილებ ყურადღებას რუსეთმა ვერ მიაღწია SVO-ს ფარგლებში დაგეგმილ ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაგეგმილ ვერცერთ საკუთარ მიზანს ვესდან რენაციფიკაცია მოხდა უკრაინელებისა ვერც დემილიტარიზაცია მოხდა უკრაინელებისა და ვერც ვერაფერი რაც მან დაისახა ბიზნად არ არის გადაწყვეტილი კი არის საუბრები რომ უკრაინა ნატოში არ შევა მაგრამ არ არის გადაწყვეტილი რომ არ შევა მაინც და მაინც იმიტომ რომ ვერ დახევს ასე ფარატინა ქაღალდად ვერ აქცევს ბუქარესტის 2008 წლის აპრილის 4-ის გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რომელიც ამას ეხებოდა და ასე შემდეგ სად გაიმარჯვა რუსეთმა ვინმე მამიხსნას თუნდაც ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის თუ დიდი ომის თუ ფართო ომის თუ ასე შემდეგ ფარგლებში ასეთი იზოლირებული ასეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კონსოლიდირებულად იზოლირებული არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აინც ასე უნდა თქვა ხო საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მიერ ხო და მე არ გატყუებთ და იმასაც ვამბობ რა საკვირველია მე იმასაც ვამბობ რომ მე ვწდებოდი მეგონა რა რომ 23-ზე მაგალითად 23-ში უკრაინა გაიმარჯვებდა ქონდა შანსი უკრაინას გამარჯვებისას და ადეკვატური რო ყოფილიყო იმჟამინდელი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული მმართველობა პრეზიდენტი ბაიდენი და სხვები ვწდებოდი ოკეი ვწდებოდი კი ბატონო მაგრამ უკრაინა რომ არ დამარცხდება ამის თქმა მინდა თუნდაც ამარა დარჩენილი მხოლოდ ევროპელთა ამარა ახმარების ამარა დარჩენილი თუმცა ამერიკელებიც აკი გითხარით კიდეც და ბევრჯერ გავიმეორებ ეს ეკლექტური ტრამპი რომელიც ორ დღეში ერთხელ ცვლის რიტორიკა განცხადება მიმართულება შინაარს და ასე შემდეგ ამ საკუთარი პოლიტიკისა არ გავა პროცესიდან და სექტემბერი იქნება ჩემი პროგნოზით თუ მანამდე პერიოდი ის უფრო მკვეთრი და მკაცრი იქნება გაღორებული რუსეთის ლიდერის მიმართ რომელიც ეგრა მაგის პასუხია და პუტინი ერქმევა მას თუ ივანოვი თუ პეტროვი თუ სიდოროვი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ რუსი იმპერიალისტი რუსი ხო მესამე რომზე პრეტენზიის მქონე რუსი იმპერიალისტად რჩება ვინც ის უფრო იქნება უფრო სასტიკადაც კი ვიდრე არის პუტინი თუმცა ეს ნელი წარმოსადგენია ალბათ მაინც და კიდევ ერთი საკითხი რომელსაც არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენ არ გვახსოვს არ რაღაცა ის ხო ისტორიაში ჩარჩენილი ამბებია და ასე შემდეგ მე-2008 წლის საქართველოს ამბების ხსენებაც რასაკვირველია შემიძლია არ ვახსენებ მაგრამ არ ვახსენებ მე შემიძლია ცალკეული ტრაგედიების რუსეთის FSB-ს მიერ მოწყობილი ბესლანების ნორდოსტების გახსენება მე შემიძლია გავიხსენო პუტინის უშუალოდ პუტინის დანაშაული კურსკის წყალქვეშა გემის კურსკის ონუტანულ ესე რო თქვა რა მოუვიდა კურსკსო ეკითხება ლარი კინგი რაც გარდაცვლილი დიდი ჟურნალისტი და დრტვინველი სახით დასერჩეთ ამბობს ცოტა ეღიმება არარსებულ ვაშებში და ონუტანულ ეს ლაპარაკობს მე ვერც ბაძავ ამეების გახსენება ყველაფრის შეიძლება მაგრამ არ ვიხსენებ და მე მინდა ეხლა გავიხსენო ამბავი 90-იანი წლებისა პუტინი 90-იან წლებში რაც ხდებოდა იმასთან ეს პირდაპირ კავშირში არ არის თუმცა ის FSB-ს თანამშრომელია იმ ხანად და რაღაცა შეხება უთუოდ ექნებოდა მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო ხელმძღვანელობა სხვა გვარია იმგვარია უბრალოდ როგორც ახლა მაგრამ სხვა არის და 90-იან წლებში დაიწყო ჩეჩნეთის პირველი ომი და უკვე პუტინის პრემიერობისას პრეზიდენტობის გარიჟაჟზე პრაქტიკულად დასრულდა ჩეჩნეთის მეორე ომი ოღონდ დასრულდა როგორ იცით 250 300,000 ჩეჩენი იჩქერიელი დაეცა ჩეჩნეთის მიწაზე და იმის შემდეგ ახლა რაც ხდება ჩეჩნეთში ხო აშენებულია კი არა ვიცი რომ აშენებულია მაღალ სართულიანი უზარმაზარი ბიზნეს ცენტრები სახლები დგას ვიღაცას შეიძლება ეს მოსწონს ვიღაცას შეიძლება გიждდება კადიროვშინაზე და ასე შემდეგ მათი ნება მაგრამ ჩეჩენი ერის გენოციდი მოხდა 90-იანი წლების მიწურულს 2000-იანების დასაწყისში
დუდაევის მკვლელობით დაიწყო ეს ყველაფერი, მერე მასხადოვის, იანდარბიევის მკვლელობებით გაგრძელდა და ვისი მკვლელობებით არა. ხო და თუ სამართალია, როდესაც პუტინი მოხვდება განსასჯელის სკამზე, დავჯდე? ეგ რო დავჯდე შეიძლება? აბა როგორ გამოვჯდები? არ ვჩანვარ ბოდიში. როდესაც პუტინი მოხვდება განსასჯელის სკამზე, თუ სამართალია, მას უნდა ამოუღონ დოკუმენტები და ცხვირში უნდა მიახალონ, ესე გავწიო ხო ჯობია, ცხვირში უნდა მიახალონ და დადონ საბრალდებობა დასკვნაში ჩაწერონ, რომ ის არის და მთელი რუსული პოლიტიკური ელიტა და დამნაშავე რუსეთის სახელმწიფო არის ჩეჩენი ერის გენოციდის მომწყობი, სხვა ამბებზე, მათ შორის ჩვენს ამბავზეც, რომ აღარაფერი თქვა. მე ხო, ყველას თავისი ოცნება აქვს. მე ცოცხლობ, ცხოვრობ, ვფიქრობ, ვოცნებობ სწორედ ამ დღეზე დანარცხებულ და დამარცხებულ რუსეთზე და ვისაც არ გინდათ დანარცხებული და დამარცხებული რუსეთი, დაახვიეთ გინდა ბიზინა ივანიშვილის და გინდა გოგა ხაინდრავას ბანაკში. ნახვამდის.